Salmebit ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ხო ამ კვირაში კი შეკვირდით დარიგდება თქო, ხო? ყველაფერი და დარიგდება თუ კი კვირაში რაღაცებს არ მიიღებ, ჩემეხმიანეთ ვინმე შემთხვევით არ გამომრჩეთ. რა შეეხება ქალბატონო ნინო თქვენ წმენდებზე მუშაობთ? დიახ, მუშაობთ წმენდებზე, მუშაობ ისე კარგად რო. ხო, თუმცა წმენდა, რა ქვია, მას არ ნიშნავს, რომ შეყარებული დაგიბრუნდება, წმენდა მობრუნებას არ ნიშნავს, ხალხო. შეიძლება მობრუნდეს, შეიძლება არ მობრუნდეს, ეგ ეხლა რა ვიცი რატო წავიდა. თუ ჯადოთინ წავიდა, ხო? კი ბატონო, ჯადო ზოგადად ფიქსირდება, მაგრამ ძირითადად ელემენტები და ძირითადი მონახაზები ფიქსირდება წმენდების დროს. რა შეეხება? სახლებსაც წმინდავ. თქვენ წარმოიდგინეთ პორტალებსაც ხურავ, კი, შესაძლებელია სახლში იყოს პორტალის, უკვე აღარ მინდა ლაპარაკი. იმიტომ რომ ახლა დაიწყებენ ისე ვიღაცები ისე აითვისებენ და ამ ყველაფრის ლაპარაკს არ და თუ არ თქვი და თუ არ გამოაცხადე, როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, ხო? პორტალებსაც ხურავ, ასე რომ იცოდეთ. კი ბატონო, არსებობს ისეთი ზოგჯერ სახლში არის პორტალი, პირდაპირ პორტალი ღიად. საიდანაც მიედინება მთელი თქვენი რესურსი, ენერგია, ჯადო კი არ არის, ეს არის პორტალი. ასე რომ მაგასაც ვაკეთებ, რომ იცოდეთ. და ძალიან როგორ არის, იცით, ზერელეთ ნუდგებით ამ საქმეს, მე რევიზამ ნაკლასებს, მეიცა ის საქმე მევლიო და ასე არ არის ზოგადად პირიქით ამ საქმეზე რომ ადამიანი ხელს მოკიდებს, ყოველთვის არის რაღაც წინაღობა. უმეტესად ხანდახან არ არის, მაგრამ არის რომ არის წინაღობა და უშუალოდ დიაგნოსტიკას რაღაც ხელის შემშლელი მობილური ირთვება და უშუალოდ რაღაცა გადარიცხვა არასწორი არის, რაღაცები იმ დროს გემართება, რაღაცა პრობლემები ჩნდება, რაღაცას კარგავ, რაღაცა ეს არის ზუსტად ის პრობლემები, რომ შენ ესე იგი სწორ ადგილას მიხვედი და არ უნდა გაიგო რაღაც ინფორმაციები, ხო? არ გიშვებს ის დამანგრეველი ენერგიები, ხო? და ამ დროს თქვენ კიდევ იმას ამბობთ, მოგეცათ საშუალება, გაიგეთ, რაღაცა მგიბიძგათ, ესე, მიდი, გაიგონი, ახლა გამოიხედე თვალებშიო და როგორ მეიცა, კაცო, ნაკლასებს ვიზამ, ჯერ არ მომიფხანი ერთი ადგილი. რა ვიცი, გაგითხრათ. ამის მერე რა გაგითხრათ. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ ვისთვის არის ეს გაშლა, ისეთი დასტები მომდის. ისეთი მაგარო დასტები მომდის, ჯერ ერთი საქართველოში ვინმეს არ აქვს, ზუსტად ვიცი. დაინტრიგდით და გაინტერესად, არ გამოგიფენთ, არ განახებთ. უბრალოდ ისე განახებთ ესე შორიდან, ასე ვერ მიხვდებით. ესე ნათამხილველის დასტაზე რო ვიძახოდი, ესე და კაია, სახელი არასდროს გამომცხადებია, მაგრამ ყველას ეკავა ხელში, აბსოლუტურად. აჭრელდა მთელი ეს რა ქვია, ინტერნეტში ვrcen. ახლა არ გეტყვით. არც დაგანახებთ. არ გაგიმხელთ. ხო, კარგი, ახლა გადავიდეთ და სერიოზულად ცოტა და ნახოთ რა ხდება, თქვენთან. კომუნიკაცია მეგობრობა შეიძლება ვიღაცას მეგობარიც კი გყავთ. ხო. იცით რა გითხრათ ხალხო? ის ხალხი ვინც მიცნობთ და თვალებს მიხვევთ. და ჩემი საქმეები თან იცით. რაები მაგნაგეთები. და როგორ ბრუნდება ჩემი წმენდები და ჩემი ბუმერანგები და ჩემი დაცვები და ჩემი ყველაფერი და კიდე რაღაცებს ბედავთ, ვაიმე დედა. ვაი. ეს თითი მე ერთ ადგილას არასდროს შემიკვეხებია, ასე დარჩენილა. რა ვქნათ ახლა? რა ხდება თქვენთან? რა ხდება? გწესავენ? გითვალთვალებენ? პროგრამა მუშაობს, ასე ვთქვათ, განშორების. ხო, დაშორება და განშორება და მარტოობის გვირგვინი ერთხელ არის, რომ
ხშირად გუნიათ ეს არის ვაიმე მარტო ვარ და არა ხარ ადამიანო მარტო როგორ ახარ მარტო დედა ყავს მამა ყავს ქმარი ყავდა შვილები ყავს საყვარელი ყავს რაღა ის მარტო ხარ ნუ გადამრი ეს არ არის მარტობის ეს რა ქვია ამ შემთხვევაში მარტო გრძნობ უბრალოდ თავს ყველა არის შენს გვერდით მაგრამ შენ გრძნობ მარტო თავს ამას შორის რომ შენ მარტო გრძნობ თავს და გვირგვინი მარტოობის ძალიან დიდი სხვაობაა მარტოობის გვირგვინი იცი რა არის დედა არ ყავს მამა არ ყავს ქმარი არ ყავს არც ყოლია თუ ყავდა აღარ ყავსიო გაწავიდა შვილი არ ყავს ბიძაშვილი არ ყავს ამინდაშვილი არ ყავს ის არ ყავს ეს არ ყავს არავინ არ ყავს და მარტო ხარ იმენ არც შესაძლებელია საზოგადოება ირგვლივ მეგობრები მაგრამ მაინც მარტო ხარ მეგობარი არ ყავს ნორმალურიან თუ იმესთან შედი ურთიერთობაში არ გამოდის ვერ ეწყობა ჩაკეტილი ხარ სურვილი არ გაქვს იმ ურთიერთობის ვინმესთან თუნდაც პირადი თუნდაც მეგობრობის თუნდაც გარეთ გახვიდე რა ვიცი და რაღაცა გზაში მაინც გაიცნო ვიღაცა ეს არის მარტოობის გვირგვინი გაიგეთ ძალიან კარგად მახსოვს სხვათა შორის გეტყვით ესე გოგონები რაღაცა ვიჯექით და ერთმა აი მე ხო მეც უპატრონო ვარ დამჩა თვალები და აი მასკნე რა ის უპატრონოა მე ვფიქრე ესა ვერ გავიგე და დედა გარდაეცვალა და ამ დროს ოჯახში შევედი ფოფოდიას ოჯახში ვიყავი ფოფოდია იცი რას ნიშნავს მოძღვრის მეუღლე ხო და მისი მოძღვარი ძალიან კარგი მამაო არის სხვათა შორის და ისეთი რა ვიცი ყველას რომ მართლა კარგი ხარ მე მანდა მაინც ის არა ვარ ყველა ვაქო და ვადიდო ხო ესე ტიპაში მაგრამ ვიცი რომ კარგი ადამიანია სახლი კარი მოწყობილი მუქრიალებული ორი ბიჭი ბავშვები ყავს როგორ იცი აი რომ შეხედავ და გესიამოვნებ რაღაცა კარგი ჯიშიანი ბაღნები ეს რა ქვია მოვლილი ყველაფერი კი ბატონო ხო და აქით რაღაცა დაყავს დისისინი და მარტო უპატრონო ვარ მე დედ მამაზე რაღაცა არ მგონია დედა არ ყავდა თუ მამა არ ყავდა თუ რა უპატრონო ორივეზე ითქმის ხო გონია გარდაეცვალა ხალხო გარდა ბოლო მოდის დრო ახლა და აბა მშობლები უნდა წავიდნენ ჯერ და შვილები უნდა დარჩენ აბა პირიქით უნდა იყოს ეს უპატრონობას არ ნიშნავს და ჩემთვის ასეთ ხბა ჩამომივარ და ეხლა ჩამოვარნილი მაქვს ესეთი უმადური ეს არის უმადურება როგორ უნდა იყო ადამიანი ესეთი რაღაცა როგორ უნდა ამოთქვა და ადამიანს გაუტოლო თავი მართლა რო არავინ არ აყავს ხო, აი ამ ასეთ რაღაცებს უნდა დაუკვირდეთ ძალიან დიდი განსხვავება არის. ძალიან დიდი სხვაობა არის. აქ პრობლემა დამიფიქსირდა პირდაპირ ესაა საგვარეულო ხაზი ეს არის ზოგადად ეხლამდე თუმცა უკვე მაინც წარსულში ფიქსირდება ეს არ არის ის მომენტი რომ ეხლა იმაშვებოდეს რა ქვია მუშაობდეს ვიღაც ეს უკვე გაკეთდა ეს უკვე გაკეთებულია შეიძლება რა ვიცი მე ზამთრის პერიოდი ესე წამოვიდა ენერგია და ჰე გაზაფხული თუ რაღაც ზამთრის პერიოდი რაღაცა არაფერი ყვავის. ხო, მაშინდელი ნამოქმედარი არის. და აქ რო თქვენი ურთიერთობა დაანგრეულიყო, გასულიყო ურთიერთობიდან, წასულიყო, გარდა იმისა, რომ თქვენთან ეს პროგრამაც მუშაობს. ნახოთ ახლა რა იქნება, დაბრუნდება, აღდგება თქვენი რამე გეშველებათ თუ რამე შეიძლება აქ თუ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გპირდებით, მაგრამ შანსები მაინც არის ყოველ შემთხვევაში, რატომღაც ისე მიფიქსირდება ეს ყველაფერი, აი გაკეთდა, მაგრამ აქ რა მე სახლი ტყუილად ეთყობა სახლის წმენდა თუ ეს პორტალები ტყუილად არ მეხსენებია სახლს უნდა მე რამდენიჯერ ვიძახი ამას. მიაქციეთ ყურადღება ხალხო. აქედან ეხლა მე რა გავაკეთო გეკითხებით რა გავაკეთო თუ კი არა მაგ და ვერც მოგწვდებით კაი რაღაცა რა ვიპოვო რა ჩაგცხოთ ეხლა აქედან თავში არაფერი არ მინდებს აქ მანდა მაინც კომბალი რა გადმოვიყო აი რა მაგ ეს ახლა იმის არის ტიბეტური თასმარი ესა იმასნება ესე მოგწვდათ კარგით, ნახოთ რა ეშველება ამ ყველაფერს ახლა წმენდის გარდა თუ არის აქ საშველი რამე.
საშველი მანახე. კაი, გააკეთეთ ყველაფერი, მოკლედ რაც საჭიროა, რა ეშველება ამ საქმეს, მოგვარდება არის მოგვარებადი. დაბადების არხში არის აქ პრობლემა და რა კი დაბადების არხშიც არის აქ პრობლემა. ანუ ფეხმძიმობის დროს დედა რო ფეხმძიმე იყო, რაღაცა ვიღაცასთან ეს ინფორმაციაც გაჟღერდა. მოგვარდება კი განეიტრალებადი არის, ანუ აქ არ არის ის დაბრუნების პროგრამა. ეხლა ერთ რაღაცასაც გეტყვით. რადგან ასე წავიდა გაშლა. ხო, ისე გავაჟღერე თავიდანვე, აბა სხვა რა იქნებოდა ხლა. ნახეთ როგორ არის ხანდახან თქვენ გონიათ რომ პრაქტიკოსი არ მუშაობს და არ გწმინდავს ვიღაც. არა, ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის ხალხნო აი პროგრამა არსებობს ესეთი, რომელიც ბრუნდება, თავისით აქტიურდება, მუდმივი რომ იტყვიან. თუმცა თლად მუდმივი არ არის იმ შემთხვევაში, ამის განეიტრალება შეიძლება, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, წლები სჭირდება, 1-2 წმენდა გიაჭირდება, სისტემატიური გასუფთავება და ბოლო-ბოლო შეიძლება აღმოიფხვრეს, აი შეიძლება აღმოიფხვრეს. თავიდან ეგრევე, აი გონია დასუფთავდა, დაცვაც დაედო ყველაფერი, მაგრამ მომენტალურად აქტიურდება. არსებობს ესეთი რაღაცა, ამიტომ ნუ გგონიათ თქვენ, რომ პრაქტიკოსი თქვენთან არ მუშაობს. და გადაიხადა ის რა ქვია, რაღაცა ფული, თანხა არ და კონკრეტები ახლა რამდენიცა რა მნიშვნელობა აქვს. იმდენი, ამდენი და იმიტომ რომ აი რა არის გაკეთებული ეს მოთხოვეთ, ამიტომ ადამიანს რა არის აქ გაკეთებული, რატო ხდება ეს? თუკი ვერ ერკვევით, თუკი რაღაცა ეჭვგეპარება რაღაცა უნდა გითხრათ, ხო? იმიტომ რომ არის ესეთი თემაც, ამის მოხსნა არის ძალიან რთული. არავინ არ მითხრას ხალხნო რაებს ბოდიალობდე ერთი სანთელი ავანთეო რაღაცა მარილში გავიწმინდეო მარილე ძმარი ხო იციო ისო რა სისული რა მარილი ძმარი შენ ზოთა იმათ ხო ხარ დალაგებული და დამიწება უნდა მოხდეს ჯერ პრაქტიკოსის აბში აზრში ხარ ცათაბჯენების დაყენება უნდა მოხდეს საერთოდ თუ სმენია ვინმეს და მერე უნდა დაიწყოს ადამიანმა წმენდა ყველაფერი გააქტიურებული უნდა ქონდეს აბსოლუტურად მთელი საკურთხეველი თავისი გენთ რა ქვია სანთლებით და დანებით და ნამგლებით და ჩაქუჩებით და ურუებით და ყველაფრით რასაც ქვია და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მუშაობა და კიდევ თქვენ რო დაასრულებს მე თავისი რიტუალებია კიდე იქ გასაკეთებელი წმენდას და ამის განეიტრალება სხვანაირი ხერხი სჭირდება ესე იგი არა აიღო და რაღაცა გადაყარო ნაგავში ან თუნდაც მე იქეთ ყრიასაც ხა იქით მიაყარა არა თავისი სპეციალური განეიტრალება სჭირდება მე ყველაფერს ხوارი გადმოგიკარგლავთ და მოსწავლებად უგინათ მოდით და გასწავლით გადაიხადეთ სათანადოდ გასწავლით კი ბატონო აგიყვანთ მოსწავლეთ ესე არა აი ზაღალ დაიწყებენ ბლუკუნს რაც ყველაზე მეტად მიზარება და არ მიყვარს ესეთ რაღაცა ხო უსწავლეთ ერთი რაღაცა მაინც გაგითვალისწინებია ზოგიერთებს შეცვალეთ ხო ფორმა სიტყვები ხო მაგრამ იგივე თემას რო ღეჭავ ვეღარ ხვდები და მიამატე ცოტა რაღაცა სიახლეც განავრცეთ მასში ამის რო გასწავლით როგორ მოიქცეთ ხო ეხლა მანდა მაინც ეს თემა თუ გინდა აიღო განავრცე უფრო მეტი ინფორმაცია დადეკაცო მე ვიდრე ვაჟღერებ თუმცა არის საკითხები, რომელიც არ უნდა გააჟღეროთ, ესეც უნდა იცოდეთ. ხო, ამის შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ მაინც შეიძლება რომ გააქტიურდეს. ამიტომ ამას სჭირდება რამდენიმეჯერ. კი, უნდა დახარჯო, აბა რაფერი გინდა ახლა რომ მკურნალობს ადამიანი ექიმთან რომ მიდიხართ მე კაცო გამკურებია. დედა ახლა შენ ეს წამალი რომ დამინიშნე მე ერთი ფლაკონი მეყოფა, მეორეც ხარ მექნება საყიდელი. ასე მოდიხართ ბევრი თქვენთაგანი. მე რა ვიწყალო ენერგიებს რო გავხსნი იქ რა დამიფიქსირდება. ასე რო გიყურებ ხო არა. არა მე არ უნდა უთხრა რამე. და აიღე მაგას ვაკეთებდი ადრე აწი აღარ გავაკეთებ. ავიღებდი მთელი იმას და ხანდახან კაპიკი ფული კი არა ჩემსაც ვახარჯავდი იქ და მადლიერი გემანძ თუ იყო რომელიმე. მადლიერი ყოფილიყო ჩემზე კი არა წოდა ერთ-ერთი ადამიანი ხელს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ჩემი წმენდების ქვეშ წავიდა და სხვასთან გაიქცა მე კიდე რაღაცა დაჭერდა ოჯახში გასუთავება ვითომ არ ვიცი
ახ ბიჭოს გაიგეთ რა ხდება აი ესეთი ფორმატით არა გენაცვალი არა ეს არის ჩათვალეთ ადამიანი გახდა ავად და ძალიან ცუდი ავადმყოფობა არის რა ფორმაშია გადასული და რა არის რა სიმძიმეს არის მეთ მაინც ის კიდევ გარანტიებს რომ ითხოვთ კი ეხლა რაღაცა უნდა გითხრას ადამიანმა გასულთავდება მაგრამ თლად ესე გარანტია და მაშინ ესე იგი შენ ვერ აკეთებ არა გენაცვალი ასე კი არ არის ხანგრძლივი მკურნალობა გჭირდებათ ასე არის გაიგეთ თუ კიდე ვერ გაიგეთ კიდე გვაქვს კითხვები ესეთი ამბები დამიფიქსირდა ეხლა მე ვიღაცას ესე მართლა სჭირდება რაღაცა ისეთი ინფორმაცია გამოვიდა ხო და მიხედეთ თავს გენაცვალეთ თქვენ თამაში ნუგონიათ ეს ყველაფერი და კიდევ ესე რაღაცა როგორ არის იცით ძალიან კარგი სათქმელია აი მე ფული აიღო და არ გამიკეთე ესეთ რაღაცას ეხლა შარლატანი თუ არის ადამიანი და ესე მათყვარდა ხა რაღაც უნამუსო ეგ სხვა თემაა და როგორ არის იცით მაგდენს უნდა მიხვდეთ ეხლა აი პატარა გოგონები თქვენ აქანი 2 წლის არც ბიჭები არ მოდიხართ ხო დანარჩენს უკვე ესეთნაირად რო დაიწყებთ ლაპარაკს ეს უკვე თქვენი შეგნების თქვენი მენტალიტეტის თემა არის ვინც ესე იმაშვებათ საუბრობს გაუნათლებლობის დაუშვათ თუნდა ძალიან ესეთი დილეტანტი რო ხართ ამ საკითხში იმიტომ რომ ამ საქმეში ვინც სერიოზულად არის ჩაფლული 2 და 100 თავი არავის არ აქვს იმიტომ რომ იმ დაპირებას სიტყვას რომ აძლევს და ფულს აიღებს თუ რასაც აკეთებს ის უნდა გააკეთოს თორე თვითონ დაზიანდება თვითონ მეიტყნება პატრონი და რა ვიცი ახლა ვის უნდა გენაცვალი ახლა თქვენს გამო თქვენი კაპიკების გულისთვის ვიღაცას პატრონი მეეტყნეს უნდა ვინმე ეს ცოტა იაზროვნეთ გაიგეთ ასე არის ეს ზოგადად რომ მიცოდეთ პირიქით დაბალანსებაზე და იმაზე ვსო დაალაიქეთ და დააკომენტარეთ დაბალანსდ ეს პირიქით აი თუნდაც თანხების გადახდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იხდით ხალხო თანხას ზოგი დაუშვათ ვერ იხდის ზოგი რაღაცა მიატოვებს ადრე მქონდა ეს შემთხვევები იშვიათად მაგრამ იყო ან თუნდაც დაკლების თემა როდესაც თქვენ გადასახადს დაუშვათ დაგიფას ადამიანმა რაღაცა 50 ლარი 100 ლარი დაკელი 1 ლარი მე რა 1 ლარი ხო არაფერი არა 1 თეთრი არაფერი არა ხო და რო არაფერი არა შეკაი ადამიანო ეს გიფიქსირდება არ გადახდაში 1 თეთრი გადაამეტე რა ოქროს იგი რა ქვია საცავი გაგრამე საბადო მილიონზე გაკლდება ის 1 თეთრი და თქვენ სასიკეთოთ იყოს ასე მუშაობს ეს ასე როდესაც ეს გაინტერესებთ ამ ინფორმაციას ღებულობთ აქ მოდიხართ და აქედან ითხოვთ დახმარებას ამას მისი წესები აქვს მისი საპირწონი აქვს ამიტომ ესენი უნდა გაითვალისწინოთ დღეს ხვალმაზე გრავთ ახლა სიმსივნიან ადამიანს რო ესე მასგან ახლა მკურნალობა გადაუდოთ საინტერესოა რა შედეგებს მივიღებთ აბა ახლა დაფიქრდით კარგად კრიტიკული სიტუაცია რო აქვს ადამიანს თუნდაც გაციებული იყოს კი არ არის საგანგაშო მაგრამ ყურადღება მისაქცევია ხო იმიტომ რომ იშვიათად არის ადამიანი იმუნიტეტი გამოიმუშაოს და მომენტალურად გადაიტანოს ეს ყველაფერი გააჩნია კიდევ რა სახის ვირუსი არის იგივე არის ესეც იგივე მეტი არ ვიცი როგორ აგიხსნათ და გემშვიდობებით ახლა გავიქეცი მეჩქარება და ისურვებთ გონების გახსნას აზროვნებას ჩემი მსმენელი რო ხართ კეთილი ინებეთ ცოტა ესა რა ქვია განძრიეთ ჭანჭიკები და დაზეთეთ ცოტა ხანდახან რაღაც ჩაასწრეთ იზეთი ხომ არსებობს სპეციალური ეს დაჟანგული ჭანჭიკებს რო იმაშვება რა ქვია ამუშავებს თუ არ გიშველათ რა ვიცი დილით რო ადგებით ხან ისე მარცხენა მხარეს მიარაკვინეთ თავი ხან მარჯვენა მხარეს რაღაცა ხომ უნდა გამოიყო შედეგი კაცო